პირადი ფოტოარქივის მრავალწლიანი კვლევის შემდეგ ცნობილი მხატვრის ნამუშევრების საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრში სერგო ქობულაძის დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებიან წარმოდგენილი ფოტოკოლექცია წინა საუკუნის 50-იან წლებში ვენეციის საერთაშორისო ბიენალეზე ქართული დელეგაციის სტუმრობას და ქართული ხელოვანის მიერ იტალიის სხვადასხვა ქალაქში გადაღებულ უნიკალურ ფოტოებს აერთიანებს. დაგეგმილია ელექტრონული კატალოგის პრეზენტაციაც. ეს იყო ვენეციის ბიენალე 21-ე. ეს არის წელი, როდესაც საბჭოთა კავშირის დელეგაცია პირველად გადის საზღვრიდან ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. 1956 წელს საბჭოთა დელეგაციის გამგზავრება იტალიაში ვენეციის საერთაშორისო ბიენალეზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. საქართველოდან დელეგაციაში ერთადერთი ადამიანი სერგო ქობულაძე მიიწვიეს. მხატვარმა ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის მისი ქვეყნის კულტურის მთავარი საგანძური აირჩია და საზოგადოებას ვეფხის ყაოსნის ილუსტრაციები წარუდგინა. დიდი ზარზეიმით წავიდა დელეგაცია საბჭოთა კავშირიდან, დიდი გამოხმაურებით ჩავიდნენ იქ, მაგრამ აღიარება და ფურორი უახდინა სერგო ქობულაძე. სერგოს ნამუშევარი მოხვდა კატალოგში ამ ბიენალესა და ეს გამოფენა ამ წუთში, რასაც თქვენ ხედავთ, არის მისივე გადაღებული ფოტოები, აი ამ ღონისძიების დროს, მისივე ხელით დაბეჭდილი. თუკი სხვა მხატვრებმა იტალიაში ემოციების სტილოზე გადმოსატანად მოლბერტები გაშალეს, სერგო ქობულაძეს ამისთვის ხელში ფოტოაპარატი აუღია. კედლებზე თემატურად დაჯგუფებულ ფოტოებს კონტექსტის გათვალისწინებით თუ შევხედავთ, დაახლოებით შევიგრძნობთ, რას გრძნობდა ავტორი გადაღებისას, რა მოსწონდა, აინტერესებდა, ან სულაც აღაფრთოვანებდა. იტალიაში გადაღებული ფოტოები მისი პირადი არქივიდან, იმ მარშრუტის მიხედვითაა დალაგებული, რომლითაც დელეგაციამ იმოგზაურა. ეს არის მხატვრის თვალით დანახული კადრები. არც ერთი კადრი არ არის შემთხვევითი. გვიფიქსირებს იმდროინდელი იტალიელების ცხოვრებას, ყოფას, მათ საერთო შეკრებებს კაფეებში თუ ქუჩის რაღაცა რეკლამებს მაშინდელს. ასე რომ ჩვენ რომ აი ამას ვავლებთ თვალს, თითქოს ჩვენ თვითონ ვხდებით უკვე იმ გარემოში მოგზაურები. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში ქობულაძის პირადი არქივის კვლევა წლებია მიმდინარეობს. მხატვრის მრავალფეროვანი ბუნებიდან, ინტერესებიდან და მისწრაფებებიდან გამომდინარე არქივი მოცულობითია. მის არქივში ინახება უამრავი დოკუმენტი, როდესაც ის საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობასთან მიმოწერას აწარმოებდა, რომ საქართველოში, თბილისში შექმნილიყო ლაბორატორია, რომელიც იქნებოდა უმაღლესი ხარისხის ფოტოს ანაბეჭდების მომცემი, რომ ქართულ სტამბებს და ზოგადად არა მარტო ქართულს არ შექმნოდა პრობლემები პოლიგრაფიული ბეჭდვის დროს. და ზუსტად აი ამ დიდი, ძალიან დიდი წერისა და მცდელობის შემდგომ დაარსდა ლაბორატორია. გამოფენას სახელწოდებით იტალია 1956 ფოტოგრაფი სერგო ქობულაძე ავტორის მიერ გადაღებულ და დაბეჭდილ ასეულობით ფოტოს აერთიანებს, რომელთა დიდი ნაწილიც საგამოფენო დარბაზშია წარმოდგენილი. ფართო საზოგადოება სერგო ქობულაძეს კარგად იცნობს, თუმცა ამ გამოფენით და კატალოგით მას სრულიად ახალი ფოტოგრაფის ასპექტით გაიცნობთ. ექსპოზიციაზე შევეცადეთ, რომ გვეჩვენებინა ის მარშრუტი, რაც სერგო ქობულაძემ და საბჭოთა კავშირის დელეგაციის სხვა წევრებმა გაიარეს და ეს ყველაფერი დაფუძნებულია იმ კვლევაზე, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ მის არქივში. ექსპოზიცია სერგო ქობულაძის დაბადების დღეს 7 თებერვალს გაიხსნება. ჩუბინაშვილის ცენტრისა და ხელოვნების საკონსულტაციო კომპანია რიჩარდ ვიზუალის ორგანიზებით ასევე მომზადებულია ალბომის ელექტრონული ვერსია, რომელიც ეძღვნება სერგო ქობულაძის დაბადებიდან 115 წლის თავს. ქართველი გრაფიკოსის, თეატრის მხატვრის, ფერმწერის და მე-20 საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენლის სერგო ქობულაძის ფოტოების ნახვა მსურველებს 21 თებერვლამდე შეეძლებათ.